Top 3 ყველაზე ცუდი ბენზინის ძრავი. მესამე ადგილზე გავიდა 1.4 ეკოტეკის ბენზინის ტურბოძრავი, რომელიც გვხვდება ძირითადად Chevrolet-ის და Opel-ის ავტომობილებში. ჩვენთვის კი ყველაზე მეტად ცნობილია Chevrolet Cruze-ის ავტომობილისგან. ამ ძრავს აწუხებს მუდმივი წყლის პრობლემა, რომელიც რაც არ უნდა მოაგვაროთ, მაინც იჩენს თავს. 2016 წლიდან ამ ძრავს სრულიად მოუწესრიგეს წყლის პრობლემები. მეორე ადგილზე გავიდა 1.6 EcoBoost-ის ტურბო ბენზინის ძრავი, რომელიც გამოდიოდა 2013-დან 2016 წლის ჩათვლით. ის ძირითადად გვხვდებოდა Ford Escape-ებში და Ford Fusion-ებში. ეს ძრავი მუშაობს ძალიან მაღალ ტემპერატურაზე, რის გამოც ხშირია ამ ძრავზე ცეცხლის გაჩენის შემთხვევები. ამიტომ Ford-ს ძალიან ბევრი საჩივარი შეუვიდა ამ ძრავთან დაკავშირებით. სწორედ ამიტომ 2016 წლიდან ის ამოიღეს გამოყენებიდან. და დამსახურებული პირველი ადგილი. ეს არის ნებისმიერი Kia Hyundai-ის ძრავი, რომელსაც ძრავის ხუბზე აწერია GDI. ერთ მშვენიერ დილას თქვენ შეიძლება დაქოქოთ თქვენი ავტომობილი და დაგხვდეთ ძრავი დაზიანებული. ეს ჩვეულებრივი მომენტია GDI ძრავებისთვის და არ აქვს მნიშვნელობა რა გარბენი აქვს თქვენ ავტომობილს. საქმე იმაში, რომ GDI ძრავები არის საკმაოდ ცხელი ძრავები, რის შედეგადაც იკეთებს ნამწვს, ხოლო ეს ნამწვი აბინძურებს ძრავის ზეთის ტუმბოს, რის შედეგადაც ხდება ძრავის დაზიანება. მეტი საინტერესო ინფორმაციისთვის გამოიწერეთ ჩვენი გვერდი.